ირაკლი თქვენ ბრძანდებით ისტორიკოსი და საკუთარი ისტორიის კარგად ცოდნა აზღვევს საზოგადოებას შემდგომში იგივე შეცდომების დაშვებისაგან. ჩვენ ახლა ვუყურებთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან სწორად რეაგირებს. ზოგიერთი შემთხვევაში შეიძლება ცოტა დაგვიანებულად, მაგრამ ბრძოლის ამ ეტაპზე უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სწორად რეაგირებს იმ საფრთხეზე მასშტაბზე, რომელიც წინაშეც აღმოჩნდით. მაგრამ ჩვენი ეროვნული იმუნიტეტი უფრო წავედ ხوار უნდა რეაგირებდეს იმაზე, რისგანაც ჩვენი ეროვნული იდენტობა შედგება. აი მაგალითად იმ დღეს ორთებეროს და არა მარტო იმ დღეს რაც ხდებოდა. ჟურნალისტ ქალთან მზია მაღლობელთან დაკავშირებით რაც მოხდა და რასაც მოყვა შემდეგ მისი ეს რეაქცია, როცა აფურთხა პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფები მიაყენა, ღირსება შეულახა. საჯარო სივრცეში ტელევიზიების წინ როგორც იქცევა ბანდიტების ის დაჯგუფება, რომელსაც ხარაზიშვილი მეთაურობს. დაუჟელობის ის განცდა და რწმენა იმისა, რომ მათ ყველაფერი გაუვათ. თუმცა ამასთან ერთად მათი ინდოქტრინაციის ის ხარისხი, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ აი ისე ურთიერთებიან ადამიანებს, როგორც მტრებს. ანუ მათ ეს სიძულვილი ძალიან ღრმად ჩაუნერგეს. რაც არ არის მარტო 1 და 2 თვის მუშაობის შედეგი და არც მხოლოდ იმის, რომ რაღაც პრემიასაც აიღებენ ამაში. ამას რა ვუყოთ და ჩვეულებრივმა ქართველმა რა თვალით უნდა უყუროს ამას, ვისაც თავისი ქვეყანა, მისი ისტორია უყვარს და სადღეგრძელოს როცა ამბობს, გულწრფელად ამბობს ქართველობის სადღეგრძელოს, რაც რაღაც ღირებულებათა ერთობას ნიშნავს. სადღეგრძელოები უნდა ავკრძალოთ. ეს ხუმრობით, იმიტომ რომ სადღეგრძელოში ნათქვამი ყოველთვის არის ძალიან ტრაფარეტული და გაუაზრებელი. და იმ დონეზე რჩება თითქოს იმ ადამიანმა იცის ისტორია, იმიტომ რომ აი იძახის ხო მეფეებს თulis რაღაცა სიტყვები, მაგრამ ვეღარ იყურება ღრმად და სამწუხაროდ ის მხარე ასე გამოდის, რომ თურმე მათი სიყვარული საქართველოს სადღეგრძელოდ დარჩა. ერთ მაგალითს გეტყვით, სასამართლოზე 3 საქმე იყო ერთად, ერთნაირი იყო და ერთ-ერთი დაკავებულის მოწმე გოგო შემოვიდა და ერთად იყვნენ აქციაზე. არის ხო საზოგადოებაში რომ აი პოლიციას აგინა და ეს დასჯადია, იცის ადამიანმა რომ დასჯადია, აგინებს და ის უნდა დაისაჯოს. რა მოხდა ამ შემთხვევაში? გოგოს აგინებდნენ და ბიჭს ეუბნებიან რომ ნახეთ შენ რო გოგოსთან ერთად ხარ და იმ გოგოს აგინებდნენ საშინლად და ეს გოგო მოწმე ყვება რომ ესე მაგინებდნენ და თან ამ ბიჭს ეძახიან რომ აუ შენ რა კაცი ხარ რომ შენ ვერ ბედავ და შენ გოგოს ვერ იცავ, ანუ იწვევენ და თან დაცინე და მე ალბათ სადღაცა ხო შეიკრიბებიან და იტყვიან რომ ნახეთ რა როგორი ის არის, იმ ხარეს იკრიბებიან ესეთი ლაჩრები, ვერ დაიცვა გოგო და ამ ბიჭის მხრიდან რეაქციას რა მოყვება კიდე რომ შენ შეიგინე ხო, შენ რაღაცა ან ხელი მოიქნია და მე 4 წელი 5 წელი საზოგადოებისგან იმ ხრისგან შემდეგ რეაგირება, აი ნახეთ ეს რა ცუდია. ამ გოგომ ყვება და ხო უყურებ მოსამართლეს მეორე მხარეს შესასწავლომადგენელი, 2 იურისტი ახალგაზრდა გოგონა იჯდა კიდე გოგონები თან ახალგაზრდა. ეს გოგო იძახის რომ დაუძახე ამ ვინც მაგინებდა რომ დედა გარდაცვლილი მყავსო და დედის საფლავი შეაგინა შემდეგ და ამათი სახეები იყო სრულიად უმეტყვევა. მოსამართლის არის შეიძლება 100 ჯერ მოусმენიათ და მაგრამ მე 100 ჯერ რომ 1000 ჯერ რომ მოვისმენო, იქაც ძალიან ავღემდი და ამას უყურებენ შვიდად და არავით არის ან რაღაცა რეაგირება, ან შეიძლება მათ არ ევარებათ, მაგრამ თქვენ რას თქვით ხო, ადამიანობის კლავენი ნასახს და მე მგონი პატრულს სპეციალურად უშვებენ სრულჩვენებაზე ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც როდესაც არ სურთ სრულჩვენების მიცემა, არ სურთ გასვრა და სტრიანობით. ხო, ან თანამზრახველებად. კი ბატონო, იმიტომ რომ იქ იწერება და სრულჩვენება ისჭება, არ ვიცი რამდენი წლით, ხო, ალბათ 2 წელი შეიძლება მეტი, იმიტომ რომ 2 თანამშრომელი ძალიან ნერვიულობდა. 6 მოусმენთ, 3 დამკავებელი ეგრეთ წოდებული და 3 ვინც მოწმის სტატუსით იყო და არც ერთი 6-დან არ იყო არც დამკავებელი, არც მოწმის სტატუსით. რამდენიმე იყო ძალიან თავდაჯერებული, ეთყობა გამოსტილი იყო ასეთ საქმეში და ერთ ისე ნერვიულობდა, რომ ეს ხელები ხო უკანკალებდა. ასე და მე ესე დაიჭირა ეს უკანკალებდა, მეორე დაჯდა და ფეხი უკანკალებდა და ესე ეჭირა ეს მუხლი. და სპეციალურად უშვებენ ამათ და შენ როცა 5 ჯერ 10 ჯერ გააკეთე, მე ხარ იმათი ნაწილი და მე ყველაფერზე წახვალ შემდეგ. კიდე ერთს დავამატებ თუ შეიძლება.
ერთ-ერთი დაკავებულები უკვე რომ მიგვიყვანეს დეპარტამენტის შენობაში, ძიმეთ ნაცემი ახალგაზრდა ბიჭი იყო, სისხლიანი იყო, თანადოდ სისხლიანი იყო და ეს სახე წარბი გახეთქილი და ესე იგი ნიღბიანმა ცემა პატრულის მანქანაში და პატრულის მანქანაში იჯდა პატრულის თანამშრომელი. მის თვალწინ ცემა და ეს რო გადმოვიდა, მოუბრუნდა და ეუბნება რომ შენ წაიქეცი ხომ, ეს წაქცევისას დაარტყე. დასცინა თან. არადა დეკემბერში რომ ცემდნენ პატრული ყოველ შემთხვევაში არ ხედავდა მაინც ამას. მე უკვე ნაცემებს ხედავდა. მათ თვალწინ და ჩვენ უკვე გადავაბიჯეთ ეს ზღვარი უკვე პატრულის თვალწინ ხდება. და მე ველოდები რომ კიდევ უფრო დაამძიმებენ და შეიძლება თუ ასე ვიარეთ უკვე პატრულმაც ცემოს. რომ ძალიან მცირე მანძილია შე როცა ძალადობას უყურებ და არ გაქვს რეაგირების არანაირი სურვილი, იქიდან მე გადააბიჯო უკვე შენ თვითონ იძალადო არის ძალიან მარტივი.